მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო, დღეს მსურს გესაუბროთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და იმის შესახებაც თუ როგორ იქცევა საქართველო ტერორისტულ სახელმწიფოდ. დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ როგორც ტერორისტული სახელმწიფო და ტერორიზმის სპონსორი ფლობს ისეთ იდეოლოგიას, რომლის გამზიარებელი ქვეყანაც ავტომატურად ხდება ტერორისტული სახელმწიფო. ეს არის უპირველეს ყოვლისა დიქტატურა და ისეთი რეჟიმის არსებობა, რომელიც ყოვლად სპობს ადამიანის კეთილინების გამოხატულებას და თავისუფლებას. რუსეთი, რომელიც თავის პოლიტიკას ფლობს ოქროს ურდოს დროიდან, როდესაც ის იყო მისი ულუსი, უпростоრედ რუსეთი არა, მოსკოვია. ამ ქვეყნის სწორი სახელწოდება. დღეს ეს იდეოლოგია ვრცელდება მის სატელიტებში და სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში, სადაც ბატონობს დიქტატურა, რომელიც სისხლით მოიპოვებს თავის ძალაუფლებას და რომელიც სისხლში ახშობს ყველა ოპოზიციას. აი ასეთია რუსული რეჟიმები. და მე არ გამიკვირდება, რომ ხვალ ოფიციალურ დონეზე საქართველოც გამოცხადდეს ტერორისტულ სახელმწიფოდ, როგორც რუსეთი და მისი სხვა დანარჩენი სატელიტები. რითა დღეს შსს განსხვავებული ჰამასისაგან? არაფრით. ან ჰეზბოლასაგან, ან ისლამური სახელმწიფოსაგან. ისლამურ სახელმწიფოსთან უფრო ახლოს დგას დღევანდელი საქართველოს შსს, რომელმაც გაათავისუფლა ციხიდან ბანდიტები და მოათავსა სახელმწიფო უწყებაში, რაზმებში, რომლებსაც არც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი გააჩნიათ, არც სამხედრო ეტიკა, საერთოდ სამხედრო ეტიკას საუბარი ზედმეტია, რადგანაც სამხედრო დამნაშავეებს შეუძლებელია ჰქონდეთ რაიმე სახის ეტიკა და მორალი, როდესაც გედედეს უფროსი მანქანიდან იგინება ხალხს, მანქანით ეჯახება, პირადად უსწორდება, ეს არის მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რაც ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ რატომ მოიშალა საქართველოში რეფერენდუმის უფლება? იმიტომ, რომ ჩვენი 1921 წლის კონსტიტუციის მეოთხე თავის 52 მუხლი არის ამოღებული ახალი კონსტიტუციიდან. მაგრამ ეს მუხლი იყო ბატონი ზვიადის დროინდელ კონსტიტუციაში. ბატონი ზვიადის უნდოდა საქართველო რომ ყოფილიყო ევროპული ქვეყანა, რომ ყოფილიყო ისეთი ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობა თუ სახელმწიფო რელიგია არ იქნებოდა, ის დარჩებოდა მაინც ქვეყნის სულიერ მოძღვრად, მაგრამ რა ქნეს ქოცებმა და მანამდე ნაცებმა და ხუნტისტებმა, მოქალაქეთა კავშირად წოდებულებმა, მათ გაანადგურეს კონსტიტუცია, მათ ამოიღეს ძველი კონსტიტუციიდან მეოთხე თავის 52 მუხლი, მათ აღიარეს საქართველო იმ საზღვრებში, რომელ საზღვრებშიც ის მოათავსა კომუნისტებმა, როცა უკანონოდ ჩამოგვათალეს კომუნისტებმა ჩვენი მიწები და ახლა რომ გამოდიან ისეთი ადამიანები, როგორიცაა დავით აქუბარდია, ირინა სარიშვილი, ქეთი დოლიძე, ლანა ღოღობერიძე და უკვირთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. განა მათ არ მოიყვანეს ასეთი ხელისუფლება, როდესაც ბატონ ზვიადის მტრობდნენ. ბატონი ზვიადი რომ დარჩენილიყო ქვეყანაში, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი და არ ვიჯდებოდით რუსულ ჭაობში, ჩემო ქართველებო. და ეს ხუნტა, რომელმაც უბრალოდ სახელი გადაირქვა და რომელიც 92 წლიდან უკანონოდ მართავს ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა რა დაერქმევა მას მოქალაქეთა კავშირი, თუ მანამდე არსებული მხედრიონი, თუ მერე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თუ დღეს ქართული ოცნება. ეს არის ერთი სისტემა და მისი არსებობა არის დაუშვებელი. დღეს რო ქოცები იძახიან ნაცებს გავასამართლებთო, რომელი ნაცების გასამართლებას აპირებენ, როდესაც თავად მათი პარტია ნაცებისგანაა დაკომპლექტებული.
ეს პროცესები საქართველოში რაც ახლა მიმდინარეობს, არ გაჩერდება. ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება. ქართველები სირიელებზე უფრო უარესები არიან თუ გამწარდნენ და ქართველი ერი არის ის ერი, რომელმაც დიდგორის ბრძოლაში გაანადგურა უძლეველი ილღაზის ურდო. იმ ილღაზის, რომელიც ჯვაროსნულ სახელმწიფოებს შიშის ზარს სცემდა. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც გაუძლო შაჰ აბასსა და თემურლენგს და თვით პირსისხლიან ჯალალედინს. საქართველო ის ქვეყანაა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია და ქართველი ერი არის ის ერი, რომელიც იარსებებს საშინელ სამსჯავრომდე. და ის ერია ქართველი ერი, რომლის ისტორიაც არის უძველესი და ჩვენ არ დაუშვებთ ჩვენი ისტორიის მოსპობას ვიღაცა მევახშეების მიერ და ოლიგარქის სექტა დაიშლება და გაცამტვერდება.